ანდრომ წერილი გამომიგზავნა და რო ვკითხულობდი, მეგონა რომ იქავა რაღაცა ფილმში ვარ თუ რაღაცა ნაწარმოებში ვარ თუ აი რაღაცა ისეთი წერილი იყო თან ხელით ნაწერი ახლა რაღაც რო ვკითხულობდი, ვფიქრობდი და სადავართ საიდან წერს ეს ჩემი შვილი ან რას ვკითხულობ საერთოდ. ინტერესებს ეს დაცვა. როგორ ახალ? ეხლა დარეკა ანდრო მანტოდოს დარეკა. როგორ არის? აი ერთი წუთი ვილაპარაკეთ და კარგად, ნუცა. ამაჯო. როგორ ახარ? ესერა. ანდრო დარეკა, ეხა აი ცოტა ხნის ერთი წუთი რო რეკავს, ერთი წუთი. მეც ვერ არა აქვს და ის არის რომ აი რახმაზეა. რომ ვიმარჩიელო ეხა როგორ არის, კარგად არის ისე ასე. მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს, სახლთან დღეს დააკავეს, მანამდე კი სახლში ჩატარდა ჩხრეკა თბილისის. მე ვარ ლიკა გუნცაძე, პროფესიით მსახიობი, ანდრო ჭიჭინაძის დედა. ანდროც მსახიობია და ეხლა ზის ციხეში. ლოიკო მოგენატრა ანდრო ისე განიცდი ისე სამას დეპრესია აქვს ჩემი შეკავი ჩემი გოგი გოგო მას ძამძიმე იყო რომ ისე შენი შვილი გამოყავთ ხელბორკილებით ისე შემეცოდა ჩემი ქმარი ამ ყველაფერს შეესწრო ისე დაბნეული დამხვდა ესეთი სახე ჩემ ქმარზე არასდროს არ მინახავს ერთი წამი მოვისმენ ადვოკატი გამოვიდა. გამარჯობა. ბოდიშოვი ჩავწერე საჭესთან ვარ და გამოვედი ახლა ანდროსგან, კარგად არის. ნახეთ მე დაიკამ, გადავეცი რაც მქონდა თქვენ გადაბარებული. თვითონაც რაღაცები გამომატანა. გავაცანით რაც მოხდა მოკეთ ამ პროცესზე აუხსენით ყველაფერი. საჩივერო წარდგენილი გვაქვს სააპელაციოში ეგეც უთხარით გადაწყვეტილებასაც რომ ველოდებით. შეგიძლიათ მდგომარეობა იგივე არისო, ისევ საკანში იმდენი ადამიანი ვართო, შემოიტანეს დამატებითი საწოლი წინაეთი 2 კვირის წინ, მაგრამ ჯერჯერობით არავინ არ დაუმატებიათო. 40-50 წუთში მივბრუნდები, უკვე შევდივარ ელჩებთან ერთად, ევროსაბჭოს წარმომადგენელთან ერთად და თარჯიმანით შემყავს და მოკლედ გამოსვლაზე კიდე შეგეხმიანებით. მადლობა თორნიკე, დიდი მადლობა და კარგია რომ აი საათ მშვიდდები ხოლმე შენ რომ შედიხარ. თორნიკე და მერეც ალბათ მოგვაწვდი ინფორმაციას, ხო? აი ევროპელების შესვლის მერე, ხო? მადლობა დიდი. თარჯიმანი ანდროს არ გერდება, ანდრო ძალიან კარგად ლაპარაკობს ინგლისურად. ძალიან რთულია ორი ბიჭის გაზდა ამ ქვეყანაში, იმიტომ რომ სულ ჩამისახდა რაღაცა შიში. დავსდებდი უკან სულ და ვიცი, მე მაინც ვთვლი რომ ძალიან გამიმართლა, იმიტომ რომ ორი წესიერი ადამიანი გაიზარდა. ანდრო აპროტესტებდა თავის მეგობრებთან და კოლეგებთან ერთად და ჩვენ ოჯახთან ერთად ყველაფერს რაც ხდებოდა ამ ბოლო ხანებში ქვეყანაში და არ ვიცი რაღაც სამაგალითოდ დასაჯეს. კეთი აღარ მაქვს უკვე ძალა. ძალიან მიჭირს უკვე, ძალიან მიჭირს. ანდრომ დარეკა გუშინ წინ არაფერი ერთი წუთი. კარგათავა ნუ გეშინია რატო გაგ დაღლილი თვალებიო ტელევიზორში გნახავ. მანამდეც მეთქე. არა კაცო რა დაღლილი. რას ლაპარაკობ? მე ასე ვარ. ამ ცოტას უყურე ამ სასამართლოს. რა? აი, 2 წუთი 3 წუთი. 4 წუთი. 5 წუთი. 6 წუთი. 7 წუთი. 8 წუთი. 9 წუთი. 10 წუთი. 11 წუთი. 12 წუთი. 13 წუთი. 14 წუთი. 15 წუთი. 16 წუთი. 17 წუთი. 18 წუთი. 19 წუთი. 20 წუთი. 21 წუთი. 22 წუთი. 23 წუთი. 24 წუთი. 25 წუთი. 26 წუთი. 27 წუთი. 28 წუთი. 29 წუთი. 30 წუთი. 31 წუთი. 32 წუთი. 33 წუთი. 34 წუთი. 35 წუთი. 36 წუთი. 37 წუთი. 38 წუთი. 39 წუთი. 40 წუთი. 41 წუთი. 42 წუთი. 43 წუთი. 44 წუთი. 45 წუთი. 46 წუთი. 47 წუთი. 48 წუთი. 49 წუთი. 50 წუთი. 51 წუთი. 52
რაღაცებს ჩემ ფარსონები ეს იფრანჭება მეთქი ცოტა იფრანჭება მეთქარი ცოტა ციხური რაღაც აი გეტყვი ხა ფიზიკურად როგორ ვარ აი შეგრძნებით აი რო წარმოიდგინო რაღაცა ძალიან მძიმე არმატურა რომელიც აი აქ მადევს აი აქ ესეთი გრძელი ესე რომ წარმოვიდგენ ძალიან გრძელია ეს რაღაცა სიმძიმე და აი აქედან აქ ჩაღონდის და მუდმივად მაწვება და კიდე ძალიან მოქმედებს ჩემზე ის რაღაცა რეკლამა კი არა რაც ის არის ჩართვა შვილები სად არიან შვილები აი მკვდები მაგაზე როვერც ვტირი ვარ არც ერთხელ არ მიტირია არც ერთხელ ვერ ვიტირე ვერც ერთხელ ისე მინდა რომ ვიტირო იქ ამოვიღო ის არმატურა რომ ვიძახი რომ აქ მაგ ვერ ვტირი მაგრამ საერთოდ ყველა ხელისუფლება ვინც მოდის იმავე დღეს ვარ ოპოზიციაში მაშინაც კი როდესაც ნაციონალური მოძრაობა იყო და ელენე იყო მაშინ ხო მთავრობაში მაშინაც ვაპროტესტებდი ყველაფერს საერთოდ მეუბნებოდნენ კიდეც რომ რაღაცას გიზამენ იმიტომ რომ ისეთებს წერ და ისეთებს ამბობ რომ საშიშია და ეს არაფერს არ მეშინო და ყოველთვის ვაპროტესტებდი ძალადობა არის ძალადობა იქ ნაკლებად ძალადობდნენ თუ აქ მეტად ძალადობენ თუ იქ მეტად ძალადობენ აი არა აქ მაგას მნიშვნელობა ძალადობა არის ძალადობა დიახ მივეცი ხმა ამათ იმიტომ ის უნდა დამთავრებულიყო მე არ ვიცოდი ვინ იყო ბიძინა ივანიშვილი ხა ესე იმალებოდა ადამიანი და დიდი იმედი მქონდა რომ მოვა და უკეთესი ცოტა უკეთესი რაღაცა იქნებოდა მივეცი ხმა ორ თვეში მივხვდი რომ ძალიან დიდი დანაშაული ჩავიდინე და შევწდი არა აი დანაშაული პირდაპირ დანაშაული ჩავიდინე რომ შემოხაზე ქართული ოცნება მე დავიბადე თბილისში 1963 წელს სიყვარულში ვარ გაზრდილი და ძალიან შეკრულ ოჯახში კომუნისტების დრო იყო და მე უკვე როდესაც ცოტა გავიზარდე და ჩავაბარე ქორეოგრაფიულ სასწავლებელში ხო და მანამდე უკვე ვხვდებოდი რომ რაღაცა შეზღუდვებია რაღაცის თქმა არ შეიძლება რაღაცის თქმა შეიძლება და ქორეოგრაფიულ სასწავლებელში რომ მოვხვდი იქ იყო სხვა სამყარო იქ არ იყო საბჭოთა კავშირი მაშინ იყო სამხატვრო ხელმძღვანელი ჭაბუკიანი და იქ არ იყო საბჭოთა კავშირი მე ჩავაბარე თეატრალურ ინსტიტუტში სამსახიობოზე ჩემი პედაგოგი იყო ლილი ოსელიანი ეს იყო რაღაც უნიკალური ადამიანი ლილი მასწავლა თავისუფლება აი ეს თავისუფლების შეგრძნება როცა თქვათ გაკ შინაგანად არ ხარ შეზღუდული რაღაცნაირად ესე მეც და ჩემმა მეგობრებმაც რაღაც ესე გავიტანეთ იმ პერიოდში თავი არ ვიყავით შეზღუდული შიგნიდან აი ყველაზე ესეთი მძიმედ რაც მახსენდება იმ პერიოდში ეს იყო 9 აპრილი იქ რო ვიდექით კიდე არ წარმომედგინა რომ შეიძლება მომხდარიყო ეს იყო ჩემი პირველი პროტესტი ცუდად გავხდი კიდეც და ბიჭებმა მომკიდეს ხელი გული წამივიდა მეორე დარტყმა იყო ეს თვითფრინავის ბიჭების ამბავი იქ უმრავლესობას ვიცნობდი და გეგაც თანაც მეგობრობდი აი მაშინ მივხვდი რომ ძალიან ცუდ ქვეყანაში ძალიან მძიმე გარემოში ვცხოვრობ და ძალიან საშიში პირველად მაშინ რეალურად მაშინ ცოტა შემეშინდა არ შეშინებია თქვენი ან დროს არა ერთადერთი რომ მიყავდათო გამომხედაო კარებში რომ გაყავდათო გამომხედაო და
ცოტა სევდიანი გამომეტყოლება ქონდა. შიში 0. თქვენ? მე შემეშინდა ძალიან შემეშინდა. წავიდა ქვემოთ. ავიღე რაღაც. წავიდა უკან. დავბრუნდით. ერთდროულად მუხლები გვერდზე? მაია, კაი გოგო ხარ. 1, 2, 3 და 4. დგავართ. 1, 2, 3, 4. რა. ანდრეი დაიჭერს პირველად რომ მივედი სტუდიაში ამის მერე. იქ ისეთი რაღაცა ვიგრძენი, რომ შევედი გაკვეთილზე, რომ დაეწყენ. ისეთი ენერგია წამოვიდა ამ ბავშვებისგან და ისეთი თანადგომა, ხმას ხო არ იღებდნენ, არც ბოლომდე გაცნობიერებული ძარა აქვთ ალბათ რა ხდება ჩემს თავს, მაგრამ იცოდნენ, რომ რაღაცა ცუდი შეგვემთხვა. პირდაპირ ტალღებად წამოვიდა. და რომ დავამთავრეთ გაკვეთილი, შემოვბრუნდი, რაც გამორთე ეს კომპიუტერი და უკნიდან შემომესიენეს ბავშვები და მომეხვიენ. აი, ეხაც სამაკ. აი, როგორ შემილია თქვა ეხა ჩემ მდგომარეობაში, რომ პერიოდულად მაქვს საოცარი ბედნიერების განცდა, აი თუნდაც ეხა რაც მოვყევი. ესეთი ალბათ არასდროს არ მქონია. ახლობლები გვეცრება გარშემო ნამდვილად. მე ძალიან ემოციური ადამიანი ვარ და აი ვიღაცა შეუძლია რომ ისე იურთიერთოს, რაც ძალიან კაია, იმიტომ რომ შეიძლება იურთიერთო და რაღაცნაირად გააგებინო და აი ეს მუშაობა ერთგვარი. მე არ შემიძლია ეგ. ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგე, ხვდებოდი რომ არანაირი საერთო აღარა მაქვს ამ ადამიანებთან და ეხლა ამ პერიოდში უკვე თავებს რო უჩეჩქვავენ და აწამებენ ადამიანს და მე Facebook-ზე ხედავ რომ ტაშებს უგრავენ ამაზე და ის ჩემი ნაცნობია და თქვათ მეგობრებიც ყოლი აქეთი არაფრით აღარ შემიძლია და ვერასდროს ვერ ვაპატიებ. ეს ჩემი მინუსია შეიძლება, მაგრამ ვერ ვაპატიებ.